და გამოშვებას ვიტყობთ კურიერის მიერ მოპოვებული ვიდეო მასალით რა ხდებოდა განმოხურში მაშინ, როდესაც იქ რუსის სამშვიდობოები შეიჭრნენ და ქართველი პოლიციელები დააპატიმრეს. ფიზიკური ანგარიშწორების კადრები თავად რუსმა სამხედროებმა გადაიღეს. პირველი ვიდეო სოფელში შეჭრილ რუსებს წინააღმდეგობა გაუწია სწორედ ქართველი ძალოვანები იყვნენ. სამშვიდობოები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ ქართულ სამართალდამცველებს. თქვენ ახლა სწორედ ამ кадрებს უყურებთ. Говори. Майор Стрельцов. Вот он приятно. Ты видишь, форма российская одета, блядь. Что такое? Руки нахуй! Руки убери! Что, блядь, постоял? Чё, блядь? Нормально говори. Как говорить с тобой? Нормально человек. А я с тобой как говорю? Да все, сказали, да все. Руки убери, видео. Чё ты? Поехали. Право нахуй, блядь! Назад нахуй, блядь! Руки второй нахуй! Давай ко мне, бегом, блядь! Сказал! Руки, давайте! Машина у нас, машина! Иди добил, ломаешь руки! Нахуй молчи, блядь! Машина! А ты только, сука, блядь, поворот оружия, нахуй, стреляю! Поворот оружия! Голову опустили, блядь! Подходи, сука! Оружие здесь, главное! Верите эту сторону! Нормально. ეს მასალა რუსთავის ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელს ემა გოგოხიას იმ დროს ჩაუვარდა ხელში, როდესაც რუს სამხედროებთან საკუთარი ვიდეო მასალისთვის იბრძოდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სამშვიდობოებმა დღეს კურიერის გადაღებული ვიდეო მასალის ჩამორთმევა გადაწყვიტეს ფიზიკური დაპირისპირების დროს. ემა გოგოხიამ რუსი ჯარისკაცისგან ის კადრებიც მოიპოვა, რომლებიც თავად სამშვიდობოებმა გადაიღეს. Отобрал камеру. Это его камера. Эма, как?